სამი სიტყვით დაახასიათე ნინიას ბაღი. თავისუფლება, სახლში ყოფნა და ექსპერიმენტები. რასაკის არის ბრენდი? 4 წლის. მითხარი ერთი ან ორი თვისება, რაც რესტორატორს სჭირდება და შეფს არა. რესტორატორი აუცილებლად უნდა იყოს სტუმრების მოყვარული. შეფიც სასურველია რომ იყოს სტუმრის მოყვარული, მაგრამ თუ სამზარეულოში არ არის აუცილებელი. რა არის თქვენი სამზარეულოს ფილოსოფია სამ სიტყვაში? სამ სიტყვაში? გულწრფელობა ძალიან მნიშვნელოვანია, ლოგიკურობა და აუცილებლად გჭირდება სილაღე. რომელი კერძი გამოხატავს ყველაზე მეტად ქართულ სულს? ჩემთვის ეს არის ფხალეული. შანსი რომ გქონდეთ რომელიმე ცნობილ ადამიანს გაუმასპინძლეთ ნინიას ბაღში, ვინ იქნება ეს? ეს უიცვლება და დღესდღეობით ეს იქნებოდა ბერნი სანდერსი. რა არის ყველაზე უჩვეულო ინგრედიენტი, რომელსაც კერძებში იყენებთ? ამ ბოლო დროს გაირკვა, რომ ქინძი ყოფილა უჩვეულო ინგრედიენტი, სტუმრები ასე გვეუბნებია. ქართველი გურმანები უფრო ტრადიციული კერძების მოყვარულები არიან თუ ექსპერიმენტების? იცი, ძალიან შეიცვალა ეს ბაზარი, იყო დრო, როცა მხოლოდ ტრადიციულს აღიქვამდნენ, ახლა ექსპერიმენტებიც ძალიან მოსწრებთ. რა ფერისაა ფული? ფული? მწვანე. საქართველოს როგორც ბრენდს, რა წარმოაჩენს ყველაზე უკეთი? ნებისმიერი რამ, პროდუქტი, სერვისი, არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან პატარა ქვეყნის ძალიან განსხვავებული ფორმა, ფერი, სუნი, გემო. ეს არის ჩვენი მთავარი ამბავი და სავიზიტო ბარათი, რომ ამ ხელა ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი ფორმა, გემო, სუნი, ჩემთვის ასე აქვს. მრავალფეროვნება. მრავალფეროვნება, კი ბატონო. ჩემთვის ხარისხიანი კვება რას ნიშნავს? ნახე, კვება ჩემთვის არის ძალიან მიბმული ჩვენს ჯანმრთელობასთან. ძალიან რა კვებით შეიძლება ააშენო საკუთარი თავი და შეიძლება დაანგრიო საკუთარი სხეული და ორგანიზმი. ამიტომ აუცილებლად ამიტომ არის დაკავშირებული ჩემთვის ჯანსაღ კვებასთან. ხარისხიანი ჯანსაღ. კი. ანუ ეგორი ერთმანეთისთვის? კი, ეგორი აუცილებლად ერთმანეთისთვის. ხარისხიანი ჩვენ რომ ვიცოდეთ, ჩვენ ამდენს უფუჭებთ ჩვენს თავს. ამ გაუცნობიერებელი რაღაცა კვებით, ხო იცი უცებ რო რაღაცას. ხო. ალბათ ამას არ გავაკეთებ. რატომ ნინიას ბაღი? სახელი საიდან წამოვიდა? ხო, ეს სასაცილო ისტორია. მოკეთ, აქაურობა დაიწყო ისე, როგორც ჩემი ყველა სხვა პროექტი დაწყებულა. მეგობარმა ამერიკიდან მითხრა, რომ მის მეგობრებს აქვს რაღაც სივრცე ნაყიდით, სადაც ფიქრობენ, რომ გამოვიდოდა კარგი რესტორანი. და რაღაცნაირად ეს სივრცე ახლოს იყო ისეთ სივრცეებთან, რაც მე მანამდე მქონდა და ასე მოვედი და ვნახეთ ეს კონკრეტული ტერიტორია. არაფერი მსგავსი აქ არ ყოფილა, იყო საკმაოდ მოუვლელი და სამწუხაროდ, როგორც არის ხოლმე ჩვენი ეზოები, მიგდებული, მაგრამ პოტენციალი იყო, ხო? ამ ხელა ეზო თბილისის ცენტრში იშვიათია. იმას ვამბობ, რომ ბაღი, როგორც ასეთი უკვე არსებობდა, ხო? მოცემულობაში იყო ბაღი. დავიწყეთ ფიქრი სახელზე და მეგობარს მოუვიდა ეს აზრი, რომ მოდი დავარქვათ ნინიას ბაღი. ნინიას ბაღს აქვს ძალიან კარგი უკანა ისტორიაც, ეს არის ქალი, რომელიც იყო ძალიან დამოუკიდებელი და თავისუფალი ალბათ და ძლიერი, იმიტომ რომ მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20-ს დასაწყისში ჰქონდა ეს ბაღი, ნინია ზარნაძეს, სადაც გასეირნება ყველას ზარიძეს, ხო, სადაც გასეირნება ყველას უნდოდა და ეს ბაღი არ იყო ფასიანი. ყველა დანარჩენი ბაღი თბილისში მაშინ იყო ფასიანი და ეს იყო უფასო. ხო, ძალიან მოგვეწონა მოკეთ ეს აზრი, რომ ეს ძლიერი ქალის იმიჯი ჩვენ ძალიან მოგვეწონა. დავარქვით ნინიას ბაღი, ბევრი არ გვიფიქრეთ, ამ ვიფიქრეთ, რომ ცოტა იუმორისტულიც არის ქართველებისთვის, თან ისიც ვიფიქრეთ, რომ ხა ნინიას ბაღში რომ მოვლენ, ბევრი პრეტენზიებიც არ უნდა გქონდეთ და ამასაც გამოვიყენებთ ჩვენთვის. და მოკეთ დავარქვით. სადღაც 2 თვის მერე გახსნიდან მეგობარი გვიგდებს ფოტოს არქივიდან.
სადაც ერთ-ერთი მონაწილე ამ ფოტოსი არის ნინია ზარიძე და ყურადღებით ნინია ნიკოლოს ზარიძე. ეს ყოფილა კაცი. სულაც არ ყოფილა ქალი. ყოფილა ერთი ისეთი თავმდაბალი გარეგნობის კაცი, მოდი ესე ვთქვა. ხო, რომელსაც რატომღაც ეძახდნენ ნინიას, მაგრამ ნამდვილი სახელი ჰქონდა ნიკოლოს. ნუ ეხა იქ რაღაც აღარ ვისაუბრებ ჩვენ უკვე არსებობდა ლოგო, აგერ განასარო ქალბატონი ამ ლოგოზე და ეს ყველაფერი დარჩა და ამას ვიხსენებთ ხოლმე და ხო, ესე ვყვებით. რა ხდება ლოგოზე? ლოგოზე არის ჩვენი რაღაც ინტერპრეტაციით რა მოგვეწონებოდა რომ მომხდარიყო ამ ბაღში საუკუნის დასაწყისში, მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო. და არის ნინია ზარიძე, ჩვენი ნინია ზარიძე, კოქტეილის ჭიქით ხელში, იქ არის შადრევანი შუაში, ხო, აქეთ-იქით ყვავილები, რაღაც უკან სტუმრები არიან იქით? უკან ხო, აქა-იქ სტუმრები არიან და რაღაც ის არის რა. საკმაოდ ნიჭიერმა არტისტმა გაგვიკეთა სხვათა შორის.